მერთან მშვიდობა მოგმადლობ ძვირფასო საზოგადოება. ჩვენ ვაგრძელებთ საუბრებს ჭეშმარიტი ორიენტირის შესახებ. დღეს ვისაუბრებთ ორიგენიზმის მნიშვნელობაზე. რამდენად დიდი კვალი დატოვა მან ზოგადად ეკლესიის ისტორიაზე, საღვთისმეტყველო სკოლებზე და რა იყო მისი ცრუსწავლების ძირითადი არსი, რატო გახდა ის ესეთი პრობლემული იმ თავითვე იმ ეპოქის ღვთისმეტყველებში და შემდეგ რატომ გახდა ესეთი პრობლემა, ასე ვთქვათ, თანამედროვე საღვთისმეტყველო წლებშიც. ეს მეტად აქტუალური საკითხია, ჩვენ რა თქმა უნდა, ძირითად ფორმულირებებს მოგახსენებთ და ძირითად პრობლემატიკას, რომელთანაც არის დაკავშირებული თვითონ ორიგენეს და მისი ორიგენიზმის სწავლების პრობლემა. ძირითადი არსი აი ამ სწავლებისა, რა თქმა უნდა, გახლავთ მისი საყოველთაო ცხონების საკითხი, ანუ ეგრეთ წოდებული აპოკასტასისი, რომელიც მოიცავს თავის თავში ციკლებს და აი ამ ზოგადად დროის ფენომენი, როგორც ასეთი ორიგენიზმში არის გამქრალი და ეს გაუთავებელი ციკლები თავიდან იწყება ბოლომდე და ბოლოსთან თავშიდან ვერ გაიგებ სად მთავრდება, რეალურად არც მთავრდება ეს მისი ციკლური დროის მომენტები, შესაბამისად საღვთისმეტყველო კუთხითაც ადამიანისთვის გაუგებარი ხდება საერთოდ ვინ არის თვითონ ადამიანი, პიროვნება, როგორც ინდივიდი არსებითად შეიძლება ითქვას ქრება, იმიტომ რომ აი ამ მარადიულობის ცნების როგორც ასეთი უგულებელყოფით ორიგენემ ფაქტობრივად განახორციელა ის, რომ მისი საღვთისმეტყველო თეზები პირდაპირ გახდა გაიგივებული წარმართულ იდეებთან, კერძოდ პლატონიზმთან, არისტოტელესთან და ასევე სტოიციზმთან და აქედან გამომდინარე მისი შეხედულებები, როგორც წარმართობის ანარეკლი, ცხადია მიუღებელი იყო ეკლესიისათვის, თუმცა გარკვეულ პერიოდის მანძილზე ორიგენიზმი არ იქნა ისე საფუძვლიანად, ასე ვთქვათ, განხელული და შემდეგ უკვე როდესაც მან დიდი ესეთი პრობლემური ხასიათი მიიღო ზოგადად ეკლესიისათვის, უკვე ამის შემდეგ იქნა შეფასებული ის როგორც ერეტიკული სწავლება და ანათემური მეხუთე მსოფლიო კრებაზე და დადასტურებული შემდეგ მეექვსე და მეშვიდე მსოფლიო კრებების მიერ. ამიტომ ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ორიგენიზმზე, უნდა გვახსოვდეს ძირითადად ის, რომ წმინდა მამებმა თუ რამეს აღება შეიძლებოდა ორიგენიზმიდან, როგორც ასეთი არის, როგორც სისტემური ღვთისმეტყველების ფენომენი, ხო, ამ კუთხით ნამდვილად ორიგენე იყო უნიჭიერესი პიროვნება და ეს საღვთისმეტყველო სისტემები მან ჩამოაყალიბა საოცარი სიზუსტი და აქედან გამომდინარე ეს სისტემები როგორც ასეთი მუშავდებოდა და დღესაც მუშაობს ღვთისმეტყველებაში, თუმცა მისი შინაარსი როგორც ესეთი აღმოჩნდა მიუღებელი, იმიტომ როგორც გითხარით, თვითონ ეს მწვალებლობა ერესი ორიგენიზმისა ფაქტობრივად იყო ერთგვარი სინთეზი აი ამ წარმართული რელიგიებისა ქრისტიანობასთან, რამაც მოიტანა ეს შეთხზული ესეთი თაიგული, ასე ვთქვათ, ერესებისა, რომლებშიც უკვე გაუგებარია საერთოდ ადამიანის როგორც ესეთი პიროვნებაც გაუგებარია, ზოგადად კოსმოსის არსებობაც რაღაც ყოველთვის ბუნდოვანებას ტოვებს და თვითონ რაც თავარია წმინდა სამებაში სუბორდინაციის ელემენტებია შეტანილი, სადაც მამა არის უპირატესი ძეზე, ძე არის უპირატესი სული წმინდაზე და შეიძლება ითქვას კიდეც, რომ მამასთან შედარებით ძე და სული წმინდა ქმნილებებია. ეს მისი საღვთისმეტყველო პოზიცია, რა თქმა უნდა, აისახა ანთროპოლოგიასა და სოციოლოგიაში და აქედან გამომდინარე მისი სწავლება, რა თქმა უნდა, ეკლესიის მართლმადიდებლური პოზიციისთვის იყო ყოველად მიუღებელი და პირველი ასეთი რეაგირება აი ამ ერესზე განხორციელდა იუსტინიანე, ესე იგი იმპერატორის
მიერ, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა სხვათაშორის ორიგენიზმის ხილებაში, მან ეპისტოლეთი ედიქტებით მიმართა კონსტანტინოპოლის პატრიარქ მინეს და რომელსაც თხოვა, რომ კრებსითად განეხილათ ორიგენიზმის სწავლება და ბრალეულობა მისი აი ამ სხვადასხვა ერესებში და მართლაც ეს განხორციელდა კიდეც 453 წელს კონსტანტინოპოლის სოფლიო კრებაზე იქნა ანათემირებული როგორც ორიგენე, ისე მისი ორიგენისტული სწავლება. ესე იგი პირველი რაც ყველაზე თვალსაჩინოა ორიგენიზმში, ეს არის როგორც გითხარით, მის მარადიულობის ესეთი ბუნდოვანი გაგება, უბრალოდ არა ეკლესიური, არა ქრისტიანული სივრცით გაგება, სადაც გაუგებარია საერთოდ აი მოსეს გენეოლოგიამდე რა იყო კაცობრიობა და რა იქნება იოანე ღვთისმეტყველის გამოაპოკალიფსის შემდეგ. გაუგებარია ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ზოგადად პიროვნება როგორც ასეთი, როგორც გითხარით, ორიგენიზმში ფაქტობრივად კარგავს თავის არსებას და ის რაღაცა ბურთის საბოლოოდ ესეთი ბურთის სახით ასრულებს თავის ცხოვრებას. ანუ როგორც ესეთი მარადიულობა ორიგენიზმისთვის არის ერთის დასრულებით იწყება მეორე. ასე რომ თვითონ ის ცნებაც რო თქვა, რომ აი საყოველთაო ცხონება ორიგენიზმში არის რაღაცნაირად მთლიანად გამართული, ხო? თუნდაც ეს კონცეფცია ამასაც ვერ ვიტყვით, იმიტომ რომ მასში არ არსებობს, როგორც გითხარით, დასასრული. იქ ერთი თავდება, მეორე იწყება, ანუ ბოლო ესე იგი გადადის თავში, თავი გადადის ბოლოში. ამიტომ ეს ციკლები გაუთავებელია და ბოლოს ადამიანი რჩება ადამიანური ბუნების გარეშე. ანუ კაცისთვის წარმოუდგენელი ხდება, ანუ შეკითხვა ებადება ბოლოს რეალურად ადამიანს, საერთოდ ვინ ვარ, საიდან მოვედი, საით წავედი, ეს ყველაფერი ორიგენიზმში არის გაურკვეველი. თუმცა მისი აი ესეთი ბუნდოვანება, რა თქმა უნდა, ხელსაყრელი აღმოჩნდა მოდერნისტებისა და ეკუმენისტებისათვის, რომლებმაც ეს საყოველთაო აპოკატასისის თეზა გამოიყენეს სათავისოდ და გამოყენება მოხდა იმ ნიშნით, რომ თავარი რაც მათთვის იყო ხელსაყრელი, ანუ მოდერნისტებისთვის, ეს არის ის, რომ ადამიანს შეუძლია სწოდოს და ბოლოს საბოლოო ჯამში მოიპოვოს სასუფეველი, ისა, ხო? ნუ ორიგენიზმთან ეს სასუფეველიც კი არ ჩანს, მაგრამ თავად ეს პროცესი და თავად ეს ფაქტი, რომ ადამიანი ჯოჯოხეთში არ ასრულებს თავის ცხოვრებას, ეს მათთვის არის ხელსაყრელი თეზა იმის მართლებლად, რომ თურმე ჯოჯოხეთიდან შეიძლება ადამიანი სამოთხეში მოხვდეს, მაგრამ საქმეც იმაში გახლავთ, რომ სინამდვილეში სამოთხეშიც მათ სამოთხეში, ასე ვთქვათ, ორიგენისტულ სამოთხეშიც არ სრულდება ყველაფერი და ადამიანი შეიძლება იქაც ეს ცოდოს, იმიტომ რომ როგორც ესეთი იქ ნება ესეთი, რასაც ქვია ეკლესია უწოდებს გნომურ ნება, ხო? ჩვენ ეკლესიურ სწავლებით ვიცით, რომ გარდაცვალების შემდეგ ეს ნება ქრება ადამიანში, ანუ არჩევის უნარი, რაც ქონდა ადამიანს ამქვეყნიური ცხოვრების დროს, სიკეთისა და ბოროტების, ეს ნება სრულდება, როგორც წმინდანებში, ვინც სამოთხის ღირსი გახდა იმ ადამიანებში, ასევე იმ ცოდვილებშიც, ვინც ჯოჯოხეთისთვის გაიწირა. ხო, თავისი უკუღმართი ცოდვისმიერი ცხოვრების გამო. მაგრამ როცა ორიგენიზმი ამბობს, რომ გნომური ნება არ გამქრალა, მაშინ გამოდის, რომ როგორც ჯოჯოხეთიდან შეუძლია ადამიანს, ესე იგი, ამოვიდეს და მოისმინოს გადაგება, ნება გამოხატოს იქაც, როცა სინამდვილეში ეს ნება დასრულებულია უკვე და ამის შესაძლებლობა მხოლოდ ამქვეყნიური ცხოვრების დროს ეძლევა ადამიანებს, ეს არის ანთროპოლოგია მართლმადიდებლური და ამის იქით ყველაფერი ერეტიკულია. იგივე შეიძლება ითქვას, რომ ფაქტობრივად სამოთხეში მყოფი ხომ ადამიანიც თუ მას გნომური ნება აქვს, ესე იგი, როგორც ადამს ვთქვათ, ედემში ქონდა შესაძლებლობა, რომ მიუხედავად იმისა, რომ დაჯილდოვებული იყო
ყოველივეთი ღვთისგან, ხო? მას ჰქონდა ეს არჩევის საშუალება სიკეთესა და ბოროტება შორის და გამოდის, რომ სინამდვილეში ორიგენიზმი ამ კუთხითაც არ არის ის ოპტიმისტური ღვთისმეტყველება, რომელსაც ისინი რეალურად ამბობენ, იმიტომ რომ მაშინ 64-შიც თუ ეს არჩევითი სიკეთე და ბოროტების არჩევანი დაურჩა ადამიანს, ხო? ცხადია, იქ 64-დანაც შეიძლება გადავიდეს ადამიანი სხვაგან, ხო? ანუ ეს კონცეფცია სისულელეები, როცა ადამიანი თავის ნებას, ესე იგი, ისე განკარგავს, როგორც მას სურს, ანუ ჩავიდა ჯოჯოხეთში, გამოვიდა იქიდან, შევიდა 64-ში, გამოვიდა იქიდან, ხო? ეს ამინისტიები გაუთავებელი და გაურკვეველი ყველაფერი რა თქმა უნდა ხელს აწყობს რას? ერთადერთი ცოდვის გამართლებას, იმიტომ რომ თუ ადამიანი მაინც არ ასრულებს ამ ცხოვრებას და ციკლებია და გაუგებარია საიდან მოდის, საით მიდის, შევა 64-ში გამოვა, ჯოჯოხეთში შევა, იქიდან გამოვა, ხო, როცა უნდა მოისმენს ქრისტეს გადაგებას, უნდა ამ ქვეყნიური ცხოვრების დროს, უნდა საიქიოში. ხო, აი ესეთი აბსურდული და რა თქმა უნდა ერეტიკული სწავლება იქნა მსოფლიო კრებებზე ანათემირებული და ამას ეხლა დღეს თანამედროვე მოდერნისტ ეკუმენისტები რა თქმა უნდა დიდი სამბით ებრძვიან და ამბობენ რომ სინამდვილეში არ მოხდარა მეხუთე მსოფლიო კრებაზე ანათემირება აი ამ ცრუსწავლებისა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. საიდან მოდის ეს ყველაფერი? რა თქმა უნდა ისევ და ისევ იქიდან რომ ადამიანებს სურთ სწოდონ, რამდენიც სურთ მათ ამ ქვეყნიური ცხოვრების დროს და შემდეგ რა თქმა უნდა ამის გამო არ დაისაჯონ და მარადიული სატანჯველი არ იყოს. ეს კონცეფცია არის ის, რაც ძირითადად ორიგენეს ახასიათებს. ანუ როცა საუბარია ჯოჯოხეთზე, ჯოჯოხეთი ყოველთვის ორიგენში მოიაზრება როგორც გარდამავალი მდგომარეობა ადამიანის სულისა და ეს გარდამავლობა შეიძლება შემდეგ გადავიდეს ისევე 64-დანაც კიდევ ასევე დაბრუნდეს სხვა ციკლებში, რომელიც ჩვენ თურმე არც ვიცით რა ხდება, როგორ ხდება, ну რაღაც მსგავსი რამ როგორც გითხარით, დამახასიათებელი იყო პლატონიზმისთვის და ნეოპლატონიზმისთვისაც და ასევე ვიცით ჩვენ ბუდიზმიც და ზოგადად ესეთი წარმართული რელიგიებისთვის დამახასიათებელი ეს ხომ რეინკარნაცია სულისა. სწორედ ასეთი რეინკარნაციის მდგომარეობას გვთავაზობს ჩვენ ორიგენე, მიუხედავად იმისა, რომ ის იყო, როგორც გითხარით, უნიჭიერესი პიროვნება და ერთ-ერთი გამორჩეული შეიძლება ითქვას ღვთისმეტყველი თავისი ეპოქისა, რომელმაც უდიდესი ზეგავლენა მოიქონია სპატაშორის მათ შორის წმინდა მამების აღზრდა განათლებაზეც, იმიტომ რომ ალექსანდრიის სკოლა მაშინ იტყვიამ იყო ყველაზე გამორჩეული და აი ამ ალექსანდრიის სკოლამ კიდევ უამრავი როგორც ერეტიკული ღვთისმეტყველი, როგორებიც არის თქვა ორიგენე, იგივე კლიმენტი ალექსანდრიელი, ევაგრე, დიდიმი თუ სხვა ერეტიკოსები, ამავე დროს ალექსანდრიის სკოლის დამახასიათებელი იყო და სწავლობდნენ იქ და შემდეგ წარმოადგენდნენ ამ სკოლას დიდი წმინდანებიც, ხო, როგორც იყო მაგალითად გრიგოლ ღვთისმეტყველიც და გრიგოლ ნოსელიც და ბასილი დიდიც და ასე შემდეგ. ასე რომ აი ეს პრობლემა საღვთისმეტყველო, რომელიც გაჩნდა თავის დროზე ეკლესიის წიაღში, მან დაიწყო ნელ-ნელა თავისი აი ესეთი ერეტიკული სულის აღორძინება, ანუ ერთგვარი რეაბილიტაციის მცდელობა ხდება დღესაც და აი ერთ-ერთი კონცეფცია, რომელიც მათთვის არის დამახასიათებელი, ეს არის რომ ჯოჯოხეთიდან ქრისტეს თურმე არა მხოლოდ მართლები ამოუყვანია, როგორც ეს არის ეკლესიის სწავლებაში და დადასტურებულია წმინდა წერილისა და მსოფლიო კრებების მიერ, არამედ თურმე საერთოდ საყოველთაო აღდგომა მოხდა ყველა ცოდვილებისა, განურჩევლად იმისა, უნდოდა მათ ეს ცხოვრება თუ არ უნდოდათ ეს ცხოვრებაში ქრისტეს შესახებ გაგონება, იყვნენ ეშმაკეულები თუ არ იყვნენ ეშმაკეულები, ამის მიუხედავად ისინი ყველა, მათ შორის საბოლოო ჯამში დემონებიც, ესეთია ორიგენიზმის კონცეფცია, ყველა გადარჩება და ქრისტე მათთვის ჯვარს ეწმევა, ისევე ჯოჯოხეთში
ჩავა, იქიდან ყველას ამოიყვანს, უნდოდა ეს მათ, არ უნდოდა, ყველას განათავისუფლებს აი ამ ჯოჯოხეთის ტყვეობისაგან. რაც რა თქმა უნდა, აბსურდული სწავლება გახლავდა, ყველაზე მკაფიოდ ეს სწავლება, ჯერ ერთი რა თქმა უნდა, სოფლიო კრებებზე იქნა დადასტურებული, მაგრამ კვალიფიცირებული ერესის კვალიფიკაცია აი ამ კერძო დამსწავლებისა, რომ არა მხოლოდ მართლები ამოიყვანა, რასაც ორიგენისტები ამბობენ, ხო? ეს იქნა მხილებული წმინდა პაპის გრიგოლ დიოლოგოსის მიერ და კვალიფიცირებული როგორც ერეტიკული სწავლება. ეს ხაზგასმით არის ნათქვამი და ანუ როცა ჩვენ ვსაუბრობთ წმინდა გარდამოცემაზე, შემდეგ უკვე რა თქმა უნდა წმინდა მამების უამრავი დასი აი ამ სწავლებას ავრცელებს და იზიარებს და ამას ჩვენ რა თქმა უნდა წერილობითაც შემოვთავაზებთ საზოგადოებას, მაგრამ თავარი ეს უნდა ვიცოდეთ, რომ ორიგენიზმა ამ კუთხითაც იმუშავა და დღესაც ადამიანს აძლევს იმის საშუალებას, რომ რაღაცნაირად მოდუნდეს, რაღაცნაირად ცოდვას არ მიანიჭოს ისეთი დიდი მძიმე მნიშვნელობა, როგორც მას სინამდვილეში ახასიათებს, იმიტომ რომ ცოდვა როგორც ესეთი დემონური მდგომარეობა, რომელშიც დარჩენილი ადამიანი იმ დემონურ თვისებებსაც იღებს და ასობრივად თვისობრივად ხდება ეშმაკისეული და მასში გნობუნების გაქრობის შემდეგაც ის საერთოდ იმ სიკეთის არჩევანის საშუალებაც კი აღარ ეძლევა, ანუ ის რჩება იმათ, რაც უნდოდა მას სინამდვილეში, ანუ ცოდვის სიყვარულმა ის მიიყვანა იმ საბოლოო მდგომარეობამდე, რომელშიც ის აღმოჩნდა. ეს არის აქსიომა ცხოვრებისა, იმ ცოდვისმიერი ცხოველისა, რომელიც დასრულებულია აპოკალიფსში. ამის შესახებ კაფიოდ არის ნათქვამი წმინდა წერილში და არაერთი მუხლი შეგვიძლია მიუთითო ჩვენ ამ კუთხითაც, ხო? საზოგადოებას, სადაც წერია, რომ ეს ტანჯვა არის მარადიული. და რატო არის ის მარადიული? იმიტომ რომ თუ ადამიანს არ სურს იცხოვროს ქრისტეში და წმინდა სამებაში, ღმერთში, ანგელოზებთან, წმინდანებთან ერთად მარადიულად, ხო? შესაბამისად, მისი მდგომარეობა ასევე მარადიულობით იცვლება, ოღონდ საპირისპირო ნიშნით. ანუ იტანჯება ადამიანის სული იმის გამო, რომ ის აღარ არის ღმერთთან, ანუ თვისობრივად მისი სულიერ მდგომარეობა არანაირად არ შეესატყვისება იმისა, რომელიც იქნება სამოთხეში. ხოლო სამოთხის მკვიდრი ადამიანები, რომლებიც ასევე, რა თქმა უნდა, თავისი ამ ქვეყნიური ცხოვრების დროს ებრძოდნენ ცოდვას, ხან ჩადიოდნენ ცოდვას, მაგრამ სინანული შეძლეს აი ამ ცოდვასთან ბრძოლა ღვთისმადლითა და შეიძლება ითქვას, რომ აი ამ სიკეთემ, ანუ სათნოებებმა ქრისტეს ღვთისმადლით მისცა მათ საშუალება, რომ გაიმარჯვონ ამ ცოდვის მიერ მდგომარეობაზე, აი ესეთი თვისობრივად, როცა ადამიანი მადლში ცხოვრება სურს, ესეთი ადამიანები იკვიდრებენ სასუფეველს. არა, რა თქმა უნდა, პირადი რაღაც დამსახურებების გამო, არამედ უშუალოდ და პირდაპირ ღვთის მადლისა და წყალობისა რა გამო. და ეს ყველაფერი არის მათთვის, რა თქმა უნდა, მიუღებელი, იმიტომ რომ ორიგენში ისევე როგორც პელაგიანელობაში მაგალითად, მათ იქ დომინირებს ესეთი ფაქტორი, რომ ადამიანი არის თვითუფლებრივი პიროვნება, რომელსაც გააჩნია მას სათანადო ძალა, წაღორძინებისა და ცხონებისა და ამისთვის მანდა მაინც არ ჭირდება ღვთისმადლი. ღვთისმადლი შეეწევა მათი აზრით იმ ღვაწლს, რომელიც მათ გააჩნდა თავის ცხოვრების მანძილზე, იყო ეს ღვაწლი თუ არ იყო, არც მაგას ეძლევა არსებითი მნიშვნელობა, როგორც გითხარით. ანუ ადამიანი თავის ცხოვრებით როგორიც არ უნდა ცხოვრობდეს, ხო მით უმეტეს, როცა ის თქვათ ცხოვრობდა რაღაცნაირად სიკეთეებსაც აკეთებდა და რაღაც დადებითები ქონდა თავის ცხოვრებაში, რა თქმა უნდა, ეს გარანტირებული სამოთხეა მათ კონცეფციაში, რასაც მართლმადიდებლურად ჩვენ ამას ვერ ვამბობთ. მართლმადიდებლად ვამბობთ შემდეგს, რომ ადამიანი დაბადებული ამ ქვეყნიური ცხოვრების დროს აუცილებლად უნდა მოინათლოს, რაც არის ერთ-ერთი მთავარი პირობა ცხონებისა, ანუ მადლში დაბადება, ახალ ადამიანში დაბადება, ეს არის მისთვის
აღორძინების საშუალება, იმიტომ რომ ძველ ადამიანში ადამიანი დაცემულია და ძველი ადამიანის თვისობრივი მდგომარეობა არ არის მაცხოვნებელი და ეს კარგად გამოჩნდა თვით მართლებზეც კი, რომლებიც ჯოჯოხეთში ელოდებოდნენ ქრისტეს განკაცებას და მათ პირდაპირ სამოთხის საშუალება სწორედ ამის გამო არ მიეცათ, ანუ ამ ადამიანის ცოდვის გამო, რომელიც უკვე ცოდვის მიერ მიდრეკილი იყო მთლიანად ცოდვისაკენ და მასში რეალურად არ იყო ამის საშუალება, რომ აღორძინებულიყო, ეს არის ასევე ავტორიტეტული დადასტურება კართაგენის კრებისა, რომელიც შემდეგ მესამე მსოფლიო კრებამ დაადასტურა, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, რომ ჩვენ ვამბობთ, რომ ეკლესიამ მიიღო თავის სწავლებად, ის მსოფლიო კრების დონეზე განსაზღვრა, ანათემას გადასცა, მიუხედავად ამისა, დღესაც გამოდიან სასულიერო პედაგოგებიც, თეოლოგებიც, მღვდლები, ეპისკოპოსები, ვინც კიდე ამ ქვეყნიური თუ იმ ქვეყანაზე სხვა ქვეყნებიდან, რომლებიც აი ამ კონცეფციას ორიგენიზმისა დიდი მონდომებით ისევე რაღაცნაირად ცდილობენ რეაბილიტაცია გაუკეთონ, ისევე მიდის რაღაცნაირად იმ კერძო აზრების თქვა თუ რამე წმინდა მამებში იყო, ან უფრო მეტად რა თქმა უნდა არა წმინდა მამებში, არამედ სწორედ ასეთ ეკლესიურ მასწავლებლებში და როგორებიც იყო კლიმენტი, თქვა ორიგენე თუ ევაგრე, რომლებიც შემდეგ როგორც გითხარით, თავისი სწავლებების გამო იქნენ მხილებულნი, აი ამ კატეგორიაზე ხდება მოდერნების მხრიდან აპელირება ღვთისმეტყველებაში, სწორედ მაქიდან მოდის ის გავლენებიც, რომლებმაც დღეს ჩამოაყალიბა ეს სწავლებები და დღეს ადამიანებს ურჩის გარკვევა იმისი, რომ აი მართლა რომელია მართლმადიდებლური სწავლება კითხულობენ, თუ ასე წმინდა მამაც ეს წმინდა მამაც ასე ფიქრობდა და ისიც ფიქრობდა, რაშია საქმე? პასუხი მარტივია, თქმა უნდა, დანო, იმიტომ რომ მსოფლიო კრებების განსაზღვრება ეს არის წერტილი ღვთისმეტყველებაში დასმული ამა თუ იმ ერესის წინააღმდეგ და ეს წერტილი უკვე დასმული აქ არ გჭირდება ჩვენ არანაირი განხილვა და არ გჭირდება იმის თქმა, რომ ეს სადღაც ადრე იყო რომელიღაც საუკუნეში და ეხლა კიდე სხვა დროა. ესეთი რამ არ ხდება მსოფლიო კრების დადგენილება, ჩვენ ამას ყოველთვის ხაზგასმით ვამბობთ, რომ არის მთავარი და უმთავრესი მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებაში და აი ამ სწავლების მიხედვით ანათემას გადაცემულია ორიგენიზმი და შესაბამისად ყველა მისი ორიგენისტული სხვათა შორის მუხლიც არის მეცხრე და მეათე მუხლები განიხილავენ არა მხოლოდ ნახეთ ხაზგასმით რა არის ნათქვამი არა მხოლოდ ორიგენეს და ორიგენიზმის სწავლებას, არამედ ისინიც კი ბრალეულები არიან, ვინც ეს ორიგენისტული სწავლება აი ამ დროის გასვლის მიუხედავად კვლავ აღორძინა და ისევ თავაზობს საზოგადოებას, როგორც რაღაც მისაღების სწავლება. დაენუ იყოფენ, ღმერთმა შეგვიწყალოს და ღმერთმა დაგვიფაროს აი ამ სრულსწავლებისაგან, რომელიც ამათუ არის უდიდესი საფრთხე ზოგადად ღვთისმეტყველებისათვის და მართლმადიდებელი ეკლესიისათვის. ღმერთმა დაგვიფაროს და შეგვიწყალოს. ამინ.